რომ ფინალში რა დავიყვანოთ. ნონა გიუნაშვილი. ფინალში გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ჟიურის შეფასება ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო. დავამახსოვრდა ბანოს სიტყვები. ნონა, შენ ჩემი ფავორიტი ხარ. ისაც დღეს ჩემს თავს ხდება უკვე რთული რომ ოცნების ასრულება არის რომ მე დღეს ფინალში ვარ და ამდენი თაყვანისმცემელი ყავს ჩემს შემოქმედებას. ოჯახი ალბათ ყველაზე დიდი სიძლიერეა ჩემი, რომელიც მაძლევს იმის უნარს, რასაც ვაკეთებ, ყველაფერი ასე გავაკეთო. ჩემი შვილები ძალიან გულშემატკივრობენ და ბედნიერები არიან. ეს ორმაგად ბედნიერს ხდის მეც, მინდა რომ მართლაც აამაყო ვიყო მათთვის. საფინალე ტურია და რა თქმა უნდა ვაცნობიერებ რომ ეს იქნება გრანდიოზული შოუ, კულმინაცია და მინდა რომ ჩემი გამოსვლა იყოს მართლაც შთამბეჭდავი და გრანდიოზული. ხატვარი ნონა გიუნაშვილი.
მოსწავლეა. ძალიან ნიჭიერია ეს გოგონა. ყოჩა. ძალიან მაგარი გოგო ხარ, ძალიან ნიჭიერი ნონა. მე აი ვიზდებ მოკლედ. მე მგონი მარტო შეგიძლია ჩვენი ქვეყნის ჩვენ აშკარად მე და სოფო ემოციები ვერ შევიწყავეთ, ისეთი ემოციური გამოსვლა იყო. ესე იცის, სოფო. მოდი პირდაპირ შეფასებაზე გადავიდეთ. მართალია შენი ცემები ყველაფერს ლაპარაკობს, მაგრამ მაინც. ნონა, მე შეიძლება არ მაქვს ამის უფლება რა ვთქვა, მაგრამ შენ ხარ ჩემი ფავორიტი. სამარისი იყო. დიდი მადლობა გეგა. საუკეთესო მართლა რაც ამ პროექტის განმავლობაში მინახავს სიახლე. მართლა აი არაჩვეულებრივი ემოცია შემოიტანა და მას გამოდის პატრიოტული თემები არაჩვეულებრივი. ძალიან კარგად. გეგა, ვიხარი რა. მეტი რა ვქნათ. მე მიკერძოებაში ჩაგთვლიან, იმიტომ რომ წინაზე ვანა ვთქვა რომ ჩემი ფავორიტეო, ეხლა სოფომ და ჩემი შეხადაც. ჩემი ისედაც იყო და არა, მე მართლა ვიტყვი რომ ნონა არის მართლა ყველა გამოსვლაში დამბეჭდავი აქ, აი ძალიან ემოციური და რაც თავარია ძალიან ლამაზი ყველაფერი, როგორც თვითონ. ბრავო. ძალიან დიდი მადლობა გეგას. შენ რო არ კითხოთ არ შეიძლება? აი შესანიშნავად გადმოსცა საქართველოს უახლესი ისტორია, არაჩვეულებრივი გამოსვლა ქონდა ნონა. ეს იყო შენი საუკეთესო გამოსვლა. მე პირადად ვამბობ და იმედია სხვა კონკურსანტები არ მიწყენენ, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ შენ მართლაც ჩემთვის საუკეთესო კონკურსანტი ხარ. დიდი მადლობა შიურის